Voyager by Solos და Expedition by Travel Junkies კოლაბი ამჯერად ფუჯის მთიდან მოგესალმებათ. იაპონიაში მოგზაურობა ბევრი სოცნებაა. ჩვენ კი ეს სოცნება რეალობად ვაქციეთ. ამ ექსპედიციის მარშრუტი მოიცავს ურბანულ ტოკიოს, მისტიკურ ფუჯისას, ტროპიკულ ოკინავას და ტრადიციულ კიოტოსა და ოსაკას. მაგრამ საუკეთესო მომენტები მაინც გზაში სრულიად სპონტანურად ხდება. და ყველაფერი სწორედ ტოკიოში იწყება. Yeah, Tokyo. ესეა ტოკიოში ჩამოვედით საკმაოდ დაღლილები გზელი ფრენის შემდეგ, მაგრამ ვერ გავჩერდით ფიზიკურად სასტუმროში, იმიტომ რომ აი ესეთი რამ გველოდებოდა გარეთ და პირდაპირ ამოვედით ტოკიოს ანძაზე, ტოკიო თაუერზე. ახლა 150 მეტრზე ვართ ჯერ ამოსულები და სულ რამდენიმე წუთში მოწვევით კენწეროს 150 მეტრის სიმაღლეზე. აკიხაბარას უბანში გამოვედით, რომელსაც ეძახიან ნეონების ქალაქს. უამრავი ხალხი, ნეონები, დიდი ეკრანები, მოკლედ ეგრევე კულტურული შოკი მივიღეთ. აქ ტოკიოში 5 დღე გავჩერდებით და ამ 5 დღის განმავლობაში შევეცდებით მაქსიმალურად მოვიაროთ, ყველა უბანი ვნახოთ, რაც თლათ მარტივი არ იქნება, 20-30 კილომეტრის გავლა მოგვიწევს დღეში, თუმცა ამისთვის მზად ვართ. საკმაოდ ინტენსიური დღეები გველოდება წინ. ტოკიო რეალურად ერთი ქალაქი არ არის, ის 27 ქალაქს აერთიანებს. და 37 მილიონი არის ამ ქალაქის მოსახლეობა და ითვლება, რომ სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ურბანული დასახლებაა და უბრალოდ წარმოიდგინეთ მასშტაბი, ერთ ქალაქში ცხოვრობს მთელ საქართველოს მოსახლეობაზე 10-ჯერ მეტი მოსახლეობა. სიგიჟეა რა მასშტაბებია. ასევე აღსანიშნავია მეტროს სისტემა, რამდენად დალაგებულია და კარგად გამართული. შევადარებდი ალბათ ბერლინს, როგორც ბერლინში არის ძალიან პრაქტიკული, ასევე აქაც მთელ ქალაქთან არის დაკავშირებული და ძალიან კომფორტულია მეტროთი გადაადგილება. ოჰაიო გოზაიმას, ანოდილონ შვიდობის. მოგესალმებით ტოკიოდან. კათენდა ჩვენთან დაღამდა. ნაცდენილები ვართ ცოტა დროში, მაგრამ არა უშავს. შვენიერი დილა გაგვითენდა ტოკიოს ცენტრში. ჩვენ პირველ დღეებს, როგორც ვთქვით, ტოკიოში გავატარებთ და ჩვენი პირველი დღეების ბაზად ტოკიოში მოვირჩიეთ ესეთი უბანი აკასაკა, რომელიც ერთ-ერთი ცენტრია. საერთოდ ქალაქს ბევრი ცენტრი აქვს, ეს არ არსებობს ერთი კონკრეტული ცენტრი. ანუ ყველა უბანს, ყველა პატარა ქალაქსა და სახლებას თავის ცენტრი აქვს ტოკიოში. დღეს გრძელი დღე გვაქვს და დიდი გეგმები ტოკიოში. სამი მთავარი უბანი უნდა მოვინახულოთ, ესენია გინზა, ერთგვარი fashion district-ი, ასევე შიბუია, რომელიც არის ტოკიოს ერთ-ერთი სახე და ცენტრი, სადაც არის დიდი ზებრა, მსოფლიოში ყველაზე დიდი ზებრა გადასასვლელი, ალბათ გეცოდინებათ ეგ ადგილი, შიბუია scramble crossing-ი. და ასევე საღამოს დავაგვირგვინებთ შინჯუკუს nightlife-ით. შინჯუკუ არის ეს ნეონების უბანი, სადაც ნამდვილი ტოკიოს სულია, ოღონდ აი თანამედროვე ტოკიოსი. ხვალ უკვე ცოტა უფრო ძველი და კულტურული ტოკიოს დღეები გვაქვს. ტოკიო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი ქალაქია. იმდენი რამეა სანახავი, ანუ ამაღელვებელი ფიზიკურადაც, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი და ძალიან ისეთი უცხო კულტურაა, რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ იმიტომ რომ იმდენი რაღაც არის სანახავი, იმდენი რაღაც არის მოსასწრები ტოკიოში, რომ ძალიან რთულია ეს ყველაფერი მოასწრო. რამდენი დროც არ უნდა გქონდეს რა, აქ ანუ აი ულევი დროც რომ გქონდეს, მაინც ესე დარბი ხარ, რაღაც ბევრზად იხარ, ისიც გინდა ნახო, ისიც გინდა ნახო, ისიც გინდა მოასწრო. ესეც გინდა მოასწრო, მაგრამ ყველაფერს ვერასდროს მოვასწრებ. ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ადგილი რომ მთელ სოფლიოში ეს ხომ ფაქტია. სუფთა და ჩუმი. ანუ საერთოდ არ ვიცი, უჩუმრად დადიან, რა საერთოდ აი ჩურჩული ის მსალოთ. ეს ხო დიდი ზებრა. ნახეთ რა მხოლოდ ზებრა. მაგრამ ეს ის ზებრა არ არის თქვენ როგორ ნიათ.
ეს არ არის შიგუიოს ზებრა. ეს არის გინზას ზებრა. შემდეგი გაჩერება ქაოტური შიბუია. Oganda i locali per passare a dia zebra. Vede ხალხი მე შოქში. არა, ეგრევე მოუხიოთ. ორი. გავიტანე. აი, შიბუიაზე რა ხდება? ახალი ადგილების აღმოჩენა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ პროცესში სიმშვიდეც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავგადასავალი. ასე რომ ამ ექსპედიციაში ჩვენი ოფიციალური სადაზღვევო პარტნიორი არდია და ის ზრუნავს ჩვენ სიმშვიდეზე. ახლა კი თავგადასავლების ჯერია. კლასიკური ბარი შინჯუკუზე. ესე ერთობიან იაპონელები ეს ადგილებში. Bye. Bye. Mana okinauri guelits ადგილზეა. გამარჯოს. No, good. Გაუმარჯო. Გაუმარჯოს გოზაიმას. ამის ტოკიოს სხვა არა. კლასიკური ტოკიური დღე გქონდა. მინიმუმ 30,000 ნაბიჯით დაავლილი ტოკიო ფეხით. გენიალურია ტოკიო რა. გენიალური. ღამით განსაკუთრებით, ანუ ეს ქალაქი იცვლებოდეს დღე და ღამე, არ ვიცი. ძალიან მაგარი. ამის ტოკიო, შინჯუკუ, კაბუჩიკო. როგორია თინა კაბუჩიკო? ძალიან შთამბეჭდავი. ალბათ ტოკიოში თუ ჩამოხვალთ შინჯუკუზე დონ კიხოტში მოგიწევთ მოსვლა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და საინტერესო სუვენირების მაღაზია. 1000 სისულელე შეგიძლიათ იყიდოთ. სუვენირებიდან დაწყებული, აი რა ვიცი, 1000 სისულელე. შინჯუკუს არკადებში და ვითამაშოთ, იქნებ ბედმა გაგვიღიმოს. რა? არა. დამეიღე. ვაი! ვიტება მოიგეს, ნახო, რამდენი მოიგეს. ხელი ყუთი გააქვს. ეგარი. თინა? ხალხი მეთი წავიდე. მოიდა შეხარ დავაწყეთ. მეტროთ. ურბანული ტოკიოს შემდეგ კულტურის დღეც მოვიდა. დღეს კულტურული ღირსშესანიშნაობების დათვალიერების დღე გვაქვს. და მოვედით პირველ რიგში მეიჯის ტაძარში, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ფაქტობრივად ტყეში, 100,000 ხე არის აქ სპეციალურად გაშენებული იმპერატორის თაყვანსაცემად და ამ ტყის შუაგულში მდებარეობს ეს ულამაზესი ტაძარი, რომელსაც ახლა ვეწვევით. ეს კი არის საკეს ბოცები, რომლებსაც ყოველ წელს იმპერატორის საპატივცემულოდ საკეს სახარში კომპანიები წირავენ და ცვლიან ესე ყოველ წელს. დღეს გაგვიმართლა შაბათი დღეა, რაც ნიშნავს იმას, რომ იმპერატორის სასახლე იღება ვიზიტორებისთვის. ბევრი არ სტუმრობს იმპერატორის სასახლეს რატომღაც, იმიტომ რომ ალბათ ბევრი ისტორიული ღირსშესანიშნაობა აქ არ დაგხვდება, თუმცა დაგხვდებათ უნიკალური პარკი, ძალიან ბევრი სახეობის მცენარეებით და ხეებით, ფრინველებით. ძველი გალავანი ძალიან ჩემი აზრით ღირს კონტრასტია თან, რაც მიყვარს ტოკიოში, რომ უკან გინზას თანამედროვე უბანი, ნეონები, ჰიპერმარკეტები და ქალაქის შუაგულში ესეთი გაშენებული პარკი, სიმშვიდე, სიწყნარე. ასე რომ დატვირთული ქაოტური დღეების შემდეგ აქ ცოტა განტვირთვის საშუალებაც არის. რაც შეეხება ხვალინდელ გეგმას, ხვალ ჩვენ მანქანებით უკვე გავემართებით ფუჯისკენ, შვენიერი ამინდი გვაქვს.
2 საათნახევრის გზა არის აქედან, ტოკიოდან და იმედია ხვალაც კარგი ამინდი დახვდება და არსებობს თქმულება, რომ თუ ერთხელ ესტუმრე ფუჯის მთას და მან თავი დაგანახა, ესე იგი უნდა რომ კიდევ ერთხელ დაბრუნდე. შარშან ამ დროს ერთხელ უკვე ვნახეთ ფუჯის მთა, ასე რომ ეტყობა ფუჯის უნდა რომ კიდევ ერთხელ დავინახოთ მისი დიდებული სილამაზე. ეს უდიდესი სასახლის ტერიტორია არის მთლიანად ციხესიმაგრით გარშემორტყმული და ერთდროს იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი ციხესიმაგრე ედოს იმპერიის დროს. შემდეგ კი რა თქმა უნდა ააგეს უფრო დიდებიც, მაგრამ ახლაც ძალიან დიდი მასშტაბებია და ძალიან შთამბეჭდავია, რომ ტოკიოს შუაგულში არის ესეთი დიდი მასშტაბის ნაგებობა, პლუს წყლით არის კიდე გარშემორტყმული მთლიანად, რაც უფრო იცავდა თავის დროზე. ეს კი სამურაების სახლია, რომელიც ყველაზე კარგად არის შემორჩენილი. მე-17 საუკუნის დროინდელია და აქ ცხოვრობდნენ იმპერატორის დამცველი სამურაები. და ყველაზე დიდი სამურაების სახლია, როგორც წერია. გამოვიდით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოცდილების მისაღებად, ეს არის სუმოს პრაქტიკა. სუმოს თავლაში მოვდივარ, თავლას ეძახიან ისინი მათ სადგომს, ესე ვთქვათ, სადაც ცხოვრობენ, ვარჯიშობენ. გავიცნობთ აქტიურ სუმოისტებს, მათ დღეს შეჯიბრი აქვთ, დღეს დილით ჩვენთან ერთად ივარჯიშებენ და საღამოს უკვე გამოვლენ ჩემპიონატზე, ბაშოზე და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენი სუმოს შემადგენლობა რიოკო, ჩვენი ადგილობრივი სუმო მასპინძელი, რომელსაც მივყავართ თავლაში. Sumo stable. Okay, აქ შევალთ და აქედან უკვე იწყება დავიწყება. This one. This is chukari gadmoukses. Arigato gozaimasu, Ryuko. Okay. Shishi. Noriko saqqareli. Ukraina, yes. Noriko saqqareli mebრძოლი არის shishi. Shishi in Georgian it's fair. In Japanese it's lion, but in Georgian it's fair. მე ვარ ძალიან აღფრთოვანებული ამ გამოცდილად, ვიცი, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი მთელი ჩემი ოჯახი ფანები არიან და მეორე ერთი არ მეგონა რომ ეგეთი საინტერესო შეიძლება და ყოფილიყო რა, გახურება სხვანაირი აქვთ, თვითონ ჭიდაობა სხვანაირია და ძალიან ყოფილი ვარ რომ წამოვედი და იმ რაღაცა 1-2 საათის ძილს ბევრად ჯავდა. ხო, თქვენს გირჩევთ რომ არ გამოტოვოთ ეს გამოცდილება ტოკიოში თუ მოხვდით რა. როგორ შეიძლება თან სპექტაკლია, თან სპორტია, თან ტრადიციებს ეცნობი, თან ამ ძალიან ახლო კავშირი გაქვს იდეაში ამ და მე შეგიძლია ელაპარაკო კიდევაც სკოლაში. კითხვები დაუსვა და ასე შემდეგ. და ის სენსოჯის ტაძარში მოვედით. ეს ადგილი იმით არის ცნობილი, რომ მთელ ტოკიოში ყველაზე ძველი ბუდისტური ტაძარია, მე-7 საუკუნეში არის აშენებული. და ტოკიოში რო იქნებით, აუცილებლად უნდა ეწვიოთ, ისე არ უნდა დატოვოთ ტოკიო, რომ სენსოჯის ტაძარში არ მოხვიდეთ, არ მოილოცოთ ეს ადგილი. წავიდეთ, ნახოთ ახლა როგორი სიტუაცია შიგნით. სანამ ბუდისტურ ტაძარში უნდა ხელები დავიბანოთ, ეს ბუდისტური ტრადიციის თანახმად ჩვენი ნეგატიური ენერგია უნდა ჩამოვიბანოთ, დავტოვოთ ტაძრის გარეთ და შემდეგ უკვე შეგვიძლია შევიდეთ და მოვილოცოთ. შიგნით მე მგონი გადაღება აკრძალულია, თუმცა მაინც ნახოთ თუ შევძლებთ. ესე სახეც მე დავიბანოს.
და შემდეგ უკვე შეგვიძლია შევიდეთ თვითონ ტაძარში. მონასტერს ვეწვიეთ და ეხლა შეგვიძლია ჩვენი ბედის წერა გავარკვიოთ როგორია. სულ რაღაც 100 იენად. შეგვიძლია ესეთ რაღაც აპარატებში ჩავაგდოთ 100 იენი, ამოვიღოთ ფურცელი, შეჯერ შევანჯღრიოთ ეს რაღაც აპარატი, მერე ვიღებთ ფურცელს და ვარკვევთ როგორია ჩვენი ბედის წერა. იმ შემთხვევაში თუ რაღაცა ცუდი წერია, შეიძლება ცუდი ეწეროს, მაგ შემთხვევაში აი ესეთ რაღაცა იმაზე, ძელზე უნდა გადაკვანძო ეს ბედის წერა და მაშინ უითვლება რომ წაყვება, ქარს წაყვება ეს ცუდი ბედის წერა. აქ ნომერი 92 ნომერი. ვი ორი ბედის წერა მაქვს. ეს არის ჩემი ბედის წერა, რომელსაც ეხლა გადავთარგმნი. ესე იგი, წარმატება ცხოვრებაში, მოგზაურობაში და კარიერაში. მშვენიერი კომბინაცია. ჩემთვის ძალიან კმაყოფილი ვარ, ამასაც თავს ავირიდებ ამ განყვაძვას. და ვაუ, მადლობა სამყაროს. ახლა მივდივართ ისეთი მაგარი ექსპერიენსია, რომ უბრალოდ სიტყვებიც არ ყოფნის, ეს არის ტოკიო დრიფტი. ანუ ჩვენ დავიკონტაქტეთ ადგილობრივ დრიფტერებს, ანუ მოტორსპორტის წარმომადგენლებს. My name is Shun. შენ The front one people and the back 3 people. Okay? ეხლა რაღაც ადგილი გვაქვს, სადაც უნდა შევხვდეთ ამ ჩვენ მასპინძელს, ესე ვთქვათ, რომელმაც უნდა გაგვიღოს ამ სუბკულტურის კარები და თქვენს წაგეყვართ და გამოგზაურებთ ღამის ტოკიოს ნახევრად არალეგალურ სიტუაციებში. დავიჩიტეთ. სად ვართ? Yeah, Tokyo. რაკიშობა ადგილას ვართ უბრალოდ, ნახე რანაირი მანქანები. How we live in Tokyo. Tokyo drift-ში ვართ. Wow. Just wow, what რა ხდება. GTR. ინდა თაკაური ცუდი ბიჭები გაგაცნოთ. ქალაქის ცუდი ბიჭები. ყველა წეს არღვევენ, სიგარეტზე წევიან. მამ, ეხა მოიმზადეთ, სიჩქარე უნდა აუკრიფო და ვონ. ტოკიო დრიფტი ხო გინახოთ ფორსაჟი ხო და დაიკოკუ პარკინგზე ვართ ტოკიოში, იოკოჰამაში, სადაც JDM მანქანების მოყვარულები და ზოგადად სპორტკარების და განსხვავებული მანქანების მოყვარულები იკრიბებიან და დაუჯერებელი ეს გამოცდილება მართლა, ანუ აი ესენი სუაქ არიან და თან ეს გარანტირებული გამოცდილება არ არის, შეიძლება პოლიცია მოვიდეს უცებ და გავიქცეთ. Very fun. მოვედით ტოკიო თაუერთან. ვაუ, მაგარი იყო რა. მაგარი იყო, იმიტომ რომ ეს ბიჭები არის რაღაც რეალური დრიფტერები არიან და რეალური ავტომოყვარულები, რომლებიც ყოველდღურად ამას აკეთებენ და დღეს უბრალოდ გაგვიღეს მათი სამყაროს კარი დროებით. დაგვეთვალიერებინეს მათი ყოველდღიურობა დაიკოკუს პარკინგზე და ეხლა გვტოვებენ სასტუმროსთან. მოგვიყვანეს სასტუმროსთან. Arigatou gozaimasu. Bye. Bye-bye. All the best. Thank you so much. Thank you so much. Bye-bye. Arigatou.
team-labs აუცილებლად უნდა ეწვიოთ, რომ ესეთი საოცარი ინსტალაციები ნახოთ. ძალიან ზღაპრული გარემოა team-labs-ში. გირჩევთ აუცილებლად ეწვიოთ ამ ადგილს. აი ჩვენი სახლის ტყეში ფუჯიზე. ასე თქვი გიო. ძალიან კაია. მაგრამ უფრო ტოკიო რა. ტოკიო სულ სხვა ისაა მაინც. სიცოცხლე, მაგრამ ესეც კაია, გუნება, სიწყნარე. საინტერესო იქნება, საინტერესო. ტოკიო 3 კვადრატული ნომრიდან სერიოზული აპდეიტი. ეს საწოლია მეგობრებო, სიშლება და როგორც იაპონელები. თითქოს რაც ეთნოგრაფიულ მუზეუმში ვარ. ჩვენი ნაკერავი მანქანებით ჩამოვედით პატარა ქალაქ ფუჯიკამა-გუჩიკოში, რომელიც მდებარეობს ფუჯის მისადგომებთან. ამინჩით ძალიან გაგვიმართლა და მოწმენდილიაცა 100%-ით მოწმენდილია და თვითონ ფუჯით გადასარევად ჩანს. აქ 2 დღეს 2 ღამეს გავატარებთ. მოვივლით, გარშემო ძალიან ბევრი ღირსშესანიშნაობაა, ბევრი ტბებია, ტყე არის, ბუნება არის და შემდეგ უკვე დავბრუნდებით ისევ ტოკიოში. ერთ-ერთი ყველაზე დახუნძლული მოგზაურობა გამოგვდის ხოლმე იაპონიაში. ეს უკვე მეორე წელია რაც იაპონიაში ვაკეთებ და აქვე ესე ექსპრომტად დავაანონსებ იაპონიის სრიალის ტურებს, ანუ ჰოკაიდოზე გავაკეთებთ ამავე წელსვე სრიალის ტურებს და ასევე ვფიქრობთ და განვიხილავთ იაპონიაში მოტოტურის შესაძლებლობებსაც, რაც ვფიქრობთ, რომ იაპონიას სრულად მოვიცვათ სრიალით, მანქანით, მოტოთი და მოკლედ აქ მეორე სახლი გავიხადოთ. ასე რომ გამოვყევით ჩვენს ტურებში, ჩვენს მოგზაურობებში, ექსპედიციებში და ჩვენთან ერთად აღმოაჩინეთ დედამიწის საუკეთესო და ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილები. ესეთი მომენტებისთვის ღირს ცხოვრობ. ნამდვილად. აი, ფუჯი. აქ რა ხდება? ძალიან კაი ეს ყველაფერი, მაგრამ ერთი მაგრამ არის. ხვალდილით კერა და უკვე 4-ზე უნდა ავდგეთ, დილის 4-ზე. იმიტომ რომ ფუჯის ხედი ველოდება, ასე რომ დილის 4 საათია, კავაგუჩიკოს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ვართ. დანახეთ. გიდა რა, 4 საათზე გაგვიძება. ადრე ამდგარსა, კურდღელსა ვერ დაეწევა მდევარი, თუ მწევარი. მოკლედ ადრე ავდექით და ესეთი საკულტო სანახაობის სტრენი გავხდით. ამ ადგილას უკვე როგორც კი თენდება მოდიან ხოლმე ვიზიტორები, რაღაც ძალიან გაპოპულარობდა ეს სუპერმარკეტი. მას შემდეგ რაც დაიდო ამ ფუჯის ხედიანი ფოტოები და მაგრამ აი ხალხი ხო იქ არის, ბევრმა არც კი იცის. აი ესეთი სასწაული ქუჩის შესახებ. ნახეთ აქ რა ხდება. ეს არის პატარა ვიწრო საყვარელი ქუჩა და აქ არის მატარებლის სადგური. ვაუ. ლამაზი რამეა. ავებთ ფუჯის მეგობრებო. ფუჯიმ ძალიან პატივიცა ფუჯისან მარიგატო გუზაიმას ფუჯისან. ძალიან პატივიცა მთელი 3 დღე ვხედავდით უწყვეტად ფაქტობრივად, ანუ ყველა კუთხიდან ნახეთ. ძალიან შთამბეჭდავი იყო მართლა და ამ ექსპედიციის ყველა მონაწილესთვის ერთ-ერთი
მთავარი ჰაილაითი იყო ფუჯისანის ესე ახლოდან და ესე სხვადასხვა ხედით ყურება. ახლა ავიღებ ყავას ლოუსონის ამ ცნობილ მაღაზიაში, რომლიდანაც ფუჯის ხედია და გავუდგებით გზას. ერთი side quest-ი გვაქვს ეგეთი, ანუ რაღაც ქვემისია, ესე ვთქვათ, side quest-ი მოიცავს იაკუძების ფესტივალზე დასწრებას. მაცურიზია მოყავით თავი ესეთი იაპონური ბუდისტური დღესასწაულია. ისინი ამ დღეს მაისის შუაში აღნიშნავენ ახალი სეზონის მოსვლა და რაღაც მრავალ ბუდისტურ ტრადიციას უკავშირდება და ტოკიოს ქუჩებში ამ რაღაც არ ვიცი სუპერ თანამედროვე ქალაქის ქუჩებში გამოდიან სულელობით, სხვადასხვა ფორმებში ჩაცმული იაპონელები, სხვადასხვა სუბკულტურები, სხვადასხვა უბნების წარმომადგენლები და ერთად აღნიშნავენ ამ ბუდისტურ დღესასწაულს და ეს მხოლოდ წელიწადში ერთხელ ხდება. სხვათა შორის ტოკიო არ გამოირჩევა რაღაც ძალიან ესეთი ხმაურიანი ფესტივალებით და ასე შემდეგ, ანუ ქუჩის ან რელიგიური ფესტივალებით. ეს ერთადერთი ფესტივალი და მხოლოდ ამ დღეს არის ტოკიოს ქუჩები ხმაურიანი და ჩვენ შეგვიძლია ამას ჩვენი თვალით დავესწროთ. მეორე შრაინსაც მივაგენით. მოკლედ სულ სამია ესეთი შრაინი და ახლა მეორესთან მოვედით. საბოლოოდ ერთმანეთს შეუერთდებიან. მესამე შრაინიც ვნახეთ რო გვინდოდა. მოკლედ ამ ფესტივალზე მაცურიზე სადაც ვართ დავინახეთ ისინი რა, ანუ რო ვერ ვიტყვი ხა მაგათ სახელს რა, ჩვენი ძმები. ხო და ტატუებიანი ძმები. და ეხა წინ გვიდგანან რა იდეაში, მაგრამ არ ვიცით როგორ მივიდეთ და საერთოდ მივიდეთ თუ არა და ღირს თუ არა რომ მივიდეთ რა. აი შემიძლია ესე შორიდან დაგანახოთ. აი ჩვენს უკან სულ ეგენი არიან რა, მაგრამ არ ვიცი, მივიდე პირდაპირ. ისინი ვინც ზიან, ისინი არიან ვინც ხედან რა, ისინი არიან ძალიან ისეთები უფრო. აი ნახე იმენა და იმშვიდა, აი ნახე, ნახე. ვაიმე. აშკარად ეგენი არიან 100%. არასხელია. აუ, გმერთა ჩემო. ვაუ. ამბაი. ნუ ეს იაკუძებმა შეგვიპატიჟეს თავის სუფრაზე და საკედაგოლები ნელა. არუჯერა და კვარაცხელია იცოდნენ და კვარაცხელიას ფანი და ნეიმართან ქონდა ფოტო და ჯეი ოკოჩასთან და რა ვიცი დაუჯერებელია. აი ჩამოვედით ოკინავაზე, იაპონიის ტროპიკებში, ზოგადად ალბათ ცოტასთვის არის ცნობილი, რომ იაპონიის შემადგენლობაშია ესეთი ტროპიკული არქიპელაგი, რომელიც იაპონელებმა თავის დროზე დაიპყრეს და ეს ხალხი შეიძლება ითქვას, რომ ნაკლებად მიიჩნევს თავს იაპონელებად. თავისი ენა აქვს, თავისი კულტურა და წესები აქვს. შეიძლება პარალელების გავლებაც ჩინურ კულტურასთან, ბევრი გავლენა აქვს ჩინეთიდანაც. თუმცა ახლა იაპონიის შემადგენლობაშია ეს მშვენიერი არქიპელაგი და იმით არის უფრო ეს ადგილები ცნობილი, რომ აქ სანაპიროებზე წყალი იძენს რაღაცნაირ სასწაულ თერს, როცა მზე ურტყავს წყალს. ძალიან მუქი, ლურჯი ხდება აქაური წყალი სანაპიროებზე და იზიდავს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან. ნახა სპორტში ჩავსხედით გემზე, რომლითაც მივცურათ ახლა კერამას ნაციონალური პარკისკენ. ეს პარკი აერთიანებს ველურ კუნძულებს, ხელშეუხებელ, მეტწილად დაუსახლებელ კუნძულებს და რისი ექსპედიცია ვიქნებოდით, რომ იაპონიაშიც არ გვეპოვა ველური ბუნება. კერძოდ მივდივართ ახლა ზამამის კუნძულზე, სადაც გავჩერდებით ერთი ღამე ველურ სანაპიროზე. ვივლით ბევრს, შევალთ ტყეში, ნახავთ ველურ სანაპიროებს და გაგიზიარებთ ჩვენს შთაბეჭდილებებს. აი პირველი კუნძულებიც გამოჩნდა. ეს კუნძულები ამ მოგზაურობაში იქნება ერთგვარი კულმინაცია ჩვენთვის და ჯგუფის წევრებისთვის და პატარა განტვირთვაც ტოკიოს ქაოტური და დატვირთული მარშრუტის შემდეგ.
კერამას ნაციონალური პარკის კუნძულებზე ინფრასტრუქტურა ძალიან ლიმიტირებულია, სასტუმროები და გესტჰაუსები ცოტა არის, რესტორნებიც ძალიან ცოტაა. ზოგი კუნძული თითქმის დაუსახლებელია, ამიტომ აქ თუ დააპირებ წამოსვლას, აუცილებლად წინასწარ გათვალეთ. გემის ბილეთების წინასწარ უნდა იყიდოთ 1-2 თვით ადრე და სასტუმროებიც ასევე წინასწარ უნდა დაჯავშნოთ, რომ ეს სპონტანურად აქ წამოსვლა ძალიან ჭირს და დიდი ალბათობით არ გამოვა ესე სპონტანურად დაჯავშნა გემის. ხო, ამიტომ თადარიგი დაიჭირეთ, როდესაც ზამამის კუნძულზე დააპირებთ წამოსვლას. ჩვენი ექსპედიცია სოლოსთან ერთად გრძელდება ახლა კუნძულ ოკინავას არქიპელაგზე, კუნძულ ზამამიზე, კუნძულ ზამამიზე, როგორც ვამბობთ ხოლმე. და შემოგვიერთით, გამოყევით ახლა 16 ექსპედიტორი ვართ ერთად. კიდევ 16 ველოდებით თბილისიდან და ვაგრძელებთ ჩვენს უნიკალურ ექსპედიციებს მსოფლიოს განსაკუთრებულ ადგილებში. ოკინავა დღე ამზიანი, ოკინავა პლაჟებიანი. ტოკიოს ქაოსის შემდეგ ოკინავაზე ჩამოსვლა და აქ დასვენება არის ღვთაებრივი. ბოლო ჩვენ ვართ მარტო ქართველი ექსპედიტორები ამ სანაპიროზე. გენიალური, ვერაფერს. ოკინავა. როგორია თქვენი შეფასება კუნძულზე? ძალიან კარგი. ამ პლაჟზე რომ მარტო ჩვენ ვართ და სხვა არავინ მოსულა ბოლო 10 წელია. წელიწადში ამ ადგილს სტუმრობს 50-60 ადამიანი. ეგ რამდენია მსოფლიო მოსახლეობის. მსოფლიო მოსახლეობის 0.0001%-ია საერთოდ ნამყოფი აქ. და ასე იქნება 0.000001. ზუსტად. კუნძულ ზამამიზე თუ ჩამოხვალთ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ხურაზამამის სანაპიროს, რომელიც მდებარეობს კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში და ფეხით დაახლოებით 9 საათი დაგჭირდებათ. შეგიძლიათ ველოსიპედი იქირავოთ ან სკუტერი და აუცილებლად უნდა მოხვიდეთ აქ რა, იმიტომ რომ ესე ტყეში მოდიხარ და შემდეგ იშლება აი ესეთი სასწაული ხედი. აი ესეთი ველური სანაპიროა. კაცი შვილი არავინ არ არის. ანუ წარმოიდგინეთ რამდენად არატურისტულია ეს ადგილი. და ყველაზე უნიკალური ის არის, რომ ეს ყველაფერი მდებარეობს იაპონიაში. იაპონიას ეკუთვნის. საკმაოდ ცოტა მიცის ამის შესახებ, ამ კუნძულების შესახებ და დღემდე აქ წყალში არის მარჯნის, ცოცხალი მარჯნის რიფები, რომლებიც მოგეხსენებათ. უკვე ცოტა დარჩა ცოცხალი რიფები დედამიწაზე და სულ უფრო კლებულობს და ასევე ვეშაპები ბინადრობენ ამ წყალში და აი ესეთი ტყე არის ძირითადად დაუსახლებელი კუნძულებისგან შემდგარი არქიპელაგია. და ეს კერძოდ კერამას ნაციონალური პარკი შედგება ესეთი დაუსახლებელი კუნძულებისგან. ერთ-ერთი ჩვენი საყვარელი ადგილია ზამამის კუნძული და აქ აუცილებლად კიდევ ჩამოვალთ. არასდროს არ მომბეზდება აქ ჩამოსვლა. და სხვასაც ვცდილობთ, რომ ხალხსაც გაუზიაროთ ამ ადგილის შესახებ, ჩამოვიყვანოთ აქ რაც შეიძლება ბევრი დამსვენებელი ხალხი, ჩვენი მეგობრები, ჩვენი მოგზაურები და გავაცნოთ იაპონიის ულამაზესი ბუნება. ეს ხდება წყალქვეშ. ესეთი წყალმცენარეები, მარჯნის რიფები. ოკინავაზე ძალიან ცოტა ადამიანი ჩამოდის. იმ ადამიანებს შორისაც კი ვიცი იაპონიას სტუმრობენ ოკინავას ყველა რაღაც. არ ვიცი რატომ არ ჩამოდიან აქ, შეიძლება არც იციან, შეიძლება იციან, მაგრამ შორია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად ღირს ოკინავა და მოკლედ ზოგადად ადგილების არჩევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა შეიძლება ჩამოხვიდე იაპონიაში და გქონდეს საერთოდ სხვანაირი მოგზაურობა. შეიძლება გამოყვე ჩვენ და გქონდეს გენიალური დაუვიწყარი მოგზაურობა. ჩვენ და სოლოს ექსპედიციები გამოირჩევა ამით, რომ ძალიან ესეთ სპეციფიურ ადგილებს ვარჩევთ, სპეციფიურ მარშრუტებს, ძალიან საინტერესო და შემეცნებით ადგილებს, ესე ვთქვათ რა, ეს არ არის მხოლოდ რაღაც ტურისტული სანახაობები ფოტოს გადასაღებად, ეს არის უფრო ღრმა და კულტურულად საინტერესო ადგილები. ერთ-ერთი ესეთი არის ოკინავა. და ჩვენ და სოლო კიდევ უფრო ბევრ და საინტერესო მოგზაურობებს გვპირდებით, როგორც კოლუმბიიდან დავაანონსეთ, რომ იაპონია იქნებოდა შემდეგი, ახლაც ვაანონსებთ, რომ შემდეგი იქნება ეთიოპია
და ბრაზილია, ორი გენიალური ქვეყანა, ერთი აფრიკაში, მეორე სამხრეთ ამერიკაში, დარჩეთ ხაზზე და გამოვყვებით ჩვენ შემდეგ ექსპედიციებში. უბრალოდ უნდა გამოვყვეთ, სხვა გზა არ არის. გუშინ იყო ტაიფუნი ოკინავაზე. შეიძლება თქვენამდეც მოაღწია ამ ინფომ. ტაიფუნი ნომერი 6, სახელად ჯანგმი, გამოცხადდა განგაში. მაგრამ ტაიფუნის როგორც სტიქის დამახასიათებელი თვისება არის ის, რომ ერთხელ უბრალოდ გადაუვლის და ის უკან აღარ ბრუნდება და გადაუარა ოკინავას, ბევრი ვერაფერი დააკლო და აქ ცხოვრება გრძელდება ესეთ ლამაზ სანაპიროებში. ნახეთ, რა ეტყობა ამას გუშინდელი ტაიფუნის. გრძელდება ჩვენი ტროპიკული იაპონია ამჯერად და ნახეთ როგორი საყვარელი მანქანა მყავს. ეს არის Daihatsu Kopeni. K-car-ი აქ ესე ეძახიან, ანუ კაბრიოლეტი. ნახეთ რა საყვარელია. დაუჯერებელი მანქანა არის. თან ძალიან სწრაფი და ისეთია მანევრირებადი. თან ძალიან პატარა და უსკუსა. მე ამით მოვივლით ოკინავას. რომანტიულია ყველაფერთან. სასტუმროს ტერიტორია წარმოიშვი. ვაუ. მწითლებული ვარ კაბრიოლეტის საგარიმოში. მოკლედ თავარია ადგილების ცოდნა რა, თორე ხა ეს რო იაპონიაში იქნებოდა ბევრს გაუკვირდება, მაგრამ ეს არის კუნძული ოკინავას პრეფექტურა. არაფრით ჩამოუვარდება არც ბალის, არც ტაილანდს. რა ვიცი, მსგავს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ადგილებს, ფილიპინებს ან სხვას. თან აქ იაპონური კულტურა. მოკლედ ოკინავაში ვართ რა, ზემო ოკინავაში, ჩრდილოეთ ოკინავაში და აი მივდივართ გზაზე და გონია რომ არ ვიცი, ანუ აი გულრიფშთან ვარ და სოხუმში შევდივარ, ანუ ისეთი მე ესე არ მაქვს ჩემი თვალით ნანახი, მაგრამ ანუ აი ბევრი ფოტო, ბევრი ვიდეო და ბევრი მასალა მაქვს და წაკითხulis და მოკლედ ჩემთვის ანუ ატმოსფეროთი ერთ-ერთი ყველაზე ძალიან გავს აფხაზეთს რა. კლიმატით ხო გავს, ანუ სუბტროპიკული სარტყელია აქაც, ნუ იქაც სუბტროპიკული იყო. ცისფერი ზონით ხო გავს, ანუ მსოფლიოში ყველაზე მეტი 100 წელს გადაცილებული ადამიანი ცხოვრობს აქ და 70-იანებში აფხაზეთშიც იგივე სტატისტიკა იყო. შენობებით, ანუ არქიტექტურით. ბრუტალისტური არქიტექტურა არის აქ ძალიან ბევრი და ნუ აფხაზეთშიც ბლომად იყო რა, ბრუტალისტური, ნუ ცოტა საბჭოთა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ანუ აი ატმოსფეროთი და ამ ვიზუალით გონია რომ აი მართლა რა, ანუ ეს 30-15 წელი რო არ დაგვეკარგა და გვეკეთებინა საქმეო საქმე. ალბათ აი ესე ვიქნებოდით რა, როგორც ახლა არის ოკინავა, ჩრდილოეთ ოკინავა, ზემო ოკინავა. ალამი ოსაკადან მეგობრებო. წვიმა რომელიმე ქალაქს ესე უხდებოდეს, მე არ ვიცი რა, ალბათ ეს ქალაქი არის ყველაზე ლამაზი და ესთეტური წვიმის დროს. ისეთი მისტიური და სასწაული გარემოა წვიმის დროს, ეს ნეონები ირეკლება და მოკლედ აი არ ვიცი. ოსაკა სიდიდით მეორე ქალაქია იაპონიაში. კულინარიის, ღამის ცხოვრების და რაღაც უფრო ახალგაზრდული ქალაქი. თუ თქვათ ტოკიო არის აი რაღაც კომერციული ცენტრი, სუფთა მოწესრიგებული, ყველა მუშაობს, წინ და უკან დადის. აქ ცოტა უფრო ნელი ტემპია, ოდნავ ოღონდ. და უამრავი ადამიანი და უამრავი ნეონი ერთმანეთში იზილება რა. ამ დღეების განმავლობაში რა ემოციებიც მივიღეთ, რა შეგრძნებებსაც დავეუფლეთ, რა ვიზუალებიც ჩვენ ვნახეთ და რა გამოცდილებებიც მივიღეთ, ნამდვილად იშვიათია და შეიძლება ერთადერთხელაც კი ხდება ცხოვრებაში, ასე რომ გამოვყევით ჩვენს მომავალ ექსპედიციებში სოლოსთან ერთად და ნამდვილად წარმოუდგენელ ემოციებს და შეგრძნებებს და გამოცდილებებს გვირდებით.
კიოტოში ვართ მეგობრებო, უამრავი ადგილის შემდეგ ტოკიოს, ფუჯის, ოკინავას და უამრავი სოფელის თუ ქალაქის გავლის შემდეგ ბოლოში მოვიტოვეთ იაპონიის ყოფილი დედაქალაქი, რომელიც 1000 წლის განმავლობაში იაპონიის დედაქალაქი იყო და კულტურული ცენტრი იაპონიის კიოტო. სადაც ყავს მასპინძელი, ქართველი მასპინძელი ანი, რომელსაც ძალიან მალე გაგაცნობთ. ის აქ ცხოვრობს, მეცნიერია და ის იქნება ჩვენი მასპინძელი კიოტოს კულტურაში, რომელიც გაგვიღებს კიოტოს დახურულ კარებებს. Hi, ძალიან მიხარია რომ აქ ჩამოხვედით. ეხლა ვარ Golden Pavilion-ში, მივდივართ ქვისბაღის სანახავად. დღეს გვაქვს ფერჩოლხა, ბინედიტირებს და ეს არის იმპერატორის შოგუნის ტაძარი, რომელიც გამორჩევა საოცარი სილამაზით, გარშემო ბაღიც მორგებულია 4-ვე სეზონზე. სულ რაღაცა ყლავის აქ მოკლედ. ეხლა ნიკერჩხლის სეზონია. პატიშარის სამი წყარო სილამაზი, სიმდიდრის და სიყვარულის და ამბობენ რომ ჩაითვლები ხარბად თუ სამონასტალე, მაგრამ მე არასდროს არ ვიცი რომელია. ამიტომ ყველა ჩემი სტუმარი სოსხონი საუბრობს და ვაძა. კარგით სილამაზისა სიმდიდრის. ეხლა შევდივართ. ვიყოთ ხარბები. ვიყოთ ხარბები. აი უნდა ხმას გაყვას. უნდა ვინაჯიტყვრა ცოტა ხარტია. აი ეს ბილეთი ამშტაპი. რიონჯის ტაძრის ბაღებში ვსეირნობთ ახლა და აქ რაღაცნაირი არამქვეყნიური აურას უფევს, ძალიან გამშვიდებს სულიერად ეს ყველაფერი. სასწაული ხავსით მოფენილი ბაღებია, ბუდისტური ტაძრები და ბარი, სადაც ლოტუსი ყვავის და არა მარტო ლოტუსი. და ეს ყველაფერი სულიერად ძალიან გამშვიდებს. ძალიან ბევრი სიმბოლური დატვირთვის მონუმენტი დგას. ერთ-ერთი მაგალითად პატარა ნაკადულია, რომელიც აღნიშნავს ბალანსს და სწრაფვას სამყაროს შეცნობისკენ და საკუთარი თავის ბალანსის შეცნობისკენ და ეს ძალიან საინტერესო და სიმბოლურია. კიოტოში უამრავი ხალხია, ადგილობრივები ყოველდღიურად წუწუნებენ ტურისტების ამ ულევ რაოდენობაზე, მაგრამ რა გინდა რო ქნა ესეთი ადგილია, რომელიც ყველას უნდა რომ ნახოს და მართლაც ცხოვრებაში ერთხელ სანახავია კიოტო. ერთი საინტერესო ურბანული ლეგენდა არსებობს კიოტოზე, როდესაც ატომური ბომბის ჩამოგდებას ლამობდნენ იაპონიაში, ერთ-ერთმა ამერიკელმა გენერალმა სიიდან ამოიღო კიოტო დასაბომბი ქალაქების, რადგანაც აქ თაფლობის თვე ჰქონდა გატარებული და დაენანა ეს ადგილი დასანგრევად. არ ვიცით მართალია თუ არა, მაგრამ მადლობა რომ კიოტო არსებობს დღესდღეობით. კიოტოში ვართ გეიშების უბანში. ალბათ გეიშებზე ბევრი რამის დასერჩვა შეგიძლიათ, ის რომ მე-18 საუკუნეში დაიწყო ეს ფენომენი და შეიძლება ისიც რომ თავიდან მამაკაცები ასრულებდნენ იმ ფუნქციას, რაც არის მაგალითად, რა ვიცი, დაკვრა სიმღერა და გართობა და ამზადებდნენ სტუმრებს ქალბატონებისთვის, მაგრამ ამასობაში ქალბატონებმა ისე გაითქვეს სახელი და შეისწავლეს ყველა ის უნარი, რომლითაც თავს აწონებდნენ მაშინ დიდგვაროვან მამაკაცებს, რომ მთლიანად გადაიბარეს ეს საქმიანობა და გიონში ვართ, გიონის უბნის შექმნა უკავშირდება ივლისის დღესასწაულს, გიონ მაცურის, სადაც ყველაზე მეტი დიდგვაროვანი იკრიბებოდა და იყო საჭიროება, რომ ამ დღესასწაულის ინტერვალებში კარგით რომ გაეტარებინათ ადამიანებს. დღესდღეობით
მთელს იაპონიაში 1000-მდე გეიშაა, ხოლო კიოტოში 250, ზუსტად არ ვიცით ციფრი. მათ გასაცნობად აუცილებლად გვჭირდება ნეტვორკი და სულ მცირე მაიკოს გასაცნობად, მაიკო არის გეიშას სანამ იქნები მოსწავლე, მაიკოს გასაცნობად $1000, €1000 საათი. და შეიძლება მხოლოდ ჩაი მოგიმზადონ, ან მხოლოდ იცეკონ და აბსოლუტურად ეს ფენომენი სევდიანიც არის და ლამაზიც, რადგან UNESCO არ იცავს გეიშების ფენომენს, იცავს მხოლოდ მათ პერფორმანსებს, რადგან აქ ძალიან დიდი დისკრიმინაცია ითვლება მაინც რომ არსებობს ქალების მიმართ, თუმცა იმდენად ლამაზი ტრადიცია არის, რომ სხვადასხვა ორგანიზაციები არსებობს, რომლებიც ქალების უფლებებს იცავენ და დღეს მაინც შემორჩა და მაინც ინარჩუნებენ მოკლედ ამ ტრადიციას და ეხლა ჩვენ ვართ გიონში. უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რომ დავინახოთ გეიშები, მათ შორის არსებობს პროტოკოლი, რომ დაინახავ, ბევრი ფოტო არ უნდა გადაიღო, არ უნდა შეაწუხო და არის ადგილები, სადაც არ შეიძლება საერთოდ რომ გადაიღოს. ჩემი საყვარელი არის, რომ თუ გაივლი, აქ ხშირად მოვდივარ ხოლმე workout-ზე ღამე და თუ გაივლი და კამელიას სუნია მძაფრი, ესე იგი სადღაც ჩაი არა ან გეიკო ან მაიკო, ძალიან ესეთია საინტერესოა, რადგან გეიკოსა და მაიკოს შორის განსხვავება არის, რომ ისინი განსხვავდებიან ჩაცმულობით, თმის სამაგრებით, ქუსლიც კი, თუ სხვადასხვანაირი ქუსლი აცვიათ, მიხვდები გეიკოა თუ მაიკოა. არ იკით მეიქაპით და ძალიან საინტერესო და აზარტული არის, როცა საღამოს რაღაც შანს ნაბიჯებს ითვლი და თან და აკვირდები კამელიას სუნი არის თუ არა და მე რა უყურებ გეიკომ ჩაიარა თუ მაიკომ ჩაიარა. ირმების ქალაქს ვეწვიეთ ნარას, სადაც 1000-მდე ირემი თავისუფლად დადის ქალაქის ტერიტორიაზე, უდიდესი პარკია, უდიდესი ტერიტორიაა. ძალიან საყვარელი ირმები დადიან და თავს გიქნებენ და მე შეგიძლია აჭამო. ჩემი რჩევა იქნება, რომ ჩამოხვალთ ნარაში და პეჩენიებს, სპეციალურ პეჩენიებს რო იყიდით, ეგრევე არ დაანახოთ ყველა პეჩენია, იმიტომ რომ მოგეცევათ ძალიან ბევრი ირემი. ცოტათი იბწყინებიან კიდეც, ცოტათი ნერვიულობენ ხოლმე, ამიტომ გამოუზოგეთ და თითო-თითო პეჩენია დაანახეთ, ესე ტექნიკურად რომ არ მოგესიონ ყველა ირემი, აი ესე დადიან, რო დაინახონ რომ ეხლა პეჩენია მიჭირავს, მომესევიან გიჟივით. ანუ აი მივდივართ ქუჩაში, ოსაკაში, სწორად ნარაში. აი ქუჩა რა ჩვეულებრივ ესეთი მანქანები დადიან და უცებ თქვენ ვინ ხართ, ბიჭო? არიგატო გოზაიმას. არა? ოჰაიო გოზაიმას. აი მიიმწყოდი ეს ერთი კაცი დაუნახეს პეჩენიები და ეხლა გაქცევაზე აქვს საქმე. შენიშნეს წელი შეკვრა. აი ესეთი შეცდომა არ დავუშვათ მოკლედ. თითო-თითო. ნარა არის მოკლედ ირმების 64 რა, ანუ აი სხვა მეტი რა უნდა ინატროს ირემმა, არ ვიცი. ყოველ დღე აქ უამრავი ადამიანი ჩამოდის, აჭმევენ. უდიდესი საძოვრები აქვთ და უდიდესი ტერიტორია არის ველური ბუნების გარშემო და გასაოცარი ისიც არის, რამდენად ადაპტირებულები არიან ცივილიზაციას და ქალაქში ისწეირნობენ, ქუჩაში დადიან. ეს ხო აი სასწაულის სანახაობაა და მე მგონი მეორე ესეთი მასშტაბის მსოფლიოში არ არსებობს. ყველაზე დიდი ველური ირმების პარკი არის ნარაში, იაპონიაში. და აუცილებლად რო იქნებით ან კიოტოში ან ოსაკაში, ნამდვილად ღირს ამ ადგილის მონახულება. აი ესეთი საყვარლობა არის ყოველ ნაბიჯზე. წავედით ჩვენ ახლა ოსაკაში. დაუბრუნდებით ოსაკაში.
ხვალ უკვე მივფრინავთ, ტოვებთ იაპონიას. ერთი თვე არის უკვე რაც იაპონიაში ვართ და შეიძლება ითქვას, რომ უკვე ძალიან კარგად შევისწავლეთ იაპონია და ახთოვანებული ვართ ამ ქვეყნით, აქაური კულტურით. ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ და ბევრი რამ მგონია, რომ ევროპელებსაც არ გვაწყენდა, რომ გადმოვიღოთ იაპონელებისგან, თუნდაც უდიდესი პატივისცემა ერთმანეთის მიმართ, მაღალი საზოგადოებრივი პასუხისგებლობა, წესრიგი ყველაფერში, ყველა ნაბიჯზე, სისუფთავე და უამრავი თვისება, რაც მგონია, რომ ნებისმიერმა საზოგადოებამ შეიძლება რომ გადმოიღოს და ისწავლოს იაპონელებისგან. სასწაული ერია, დიდებული ერია შეიძლება ითქვას, რომლებმაც ფერფლიდან, თავიდან ააშენეს ქვეყანა და ზუსტად ალბათ ამ ყველაფრის ხარჯზე, ამ მათი თვისებების ხარჯზე შეძლეს მათ ფერფლისგან ფენიქსივით შეექმნათ ესეთი ძლიერი სახელმწიფო, რომელიც აზიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია. და ჩვენი იაპონური მოგზაურობა დასასრულს მივახლოვდა, უამრავი რამ გადახვდა თავს, ვიხილეთ უდიდესი მეგაპოლისები, ასევე ვეწვიოთ ფუჯის მთას, ვნახეთ უნიკალური ბუნება, თუმცა ალბათ ყველაზე მეტად რასაც გამოვარჩევდი არის ხალხი, აქაური კულტურა, დისციპლინირებული და უზომოდ კეთილშობილი იაპონელი ხალხი. ექსპედიციის ყველა მონაწილისთვის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო დღეები იყო. ეს ტური სპეციალურად დაუგეგმეთ ესე რომ დავიწყეთ ტოკიოდან, ამ ქაოსიდან და რაღაც კომერციული ცენტრისგან, შემდეგ გადავინაცვლეთ ფუჯიზე, უფრო სიმშვიდეში და სოფლის ცხოვრებაში, შემდეგ საერთო ტროპიკულ კუნძულებზე გადავედით და ბოლოს დავამთავრეთ ოსაკა, კიოტო, ნარათი, იაპონიის კულტურული ცენტრებით. ჩვენ აქ შემდეგ წელსაც ვაპირებთ ჩამოსვლას, ყოველ წელს ჩამოვართ ხოლმე იაპონიაში და ყოველ ჩამოსვლაზე რაღაც ახალს ვნახულობთ, შეუძლებელია იაპონია მოგბეზრდეს ერთი სიტყვით. თბილისშიც იმდენი ადამიანია ჯერ კიდევ, ვისაც აქაურობის ნახვა უნდა და ჩვენს გვინდა რომ გაუზიაროთ აქაურობა, ვაჩვენოთ ნამდვილი იაპონია, არა ესეთი ზედაპირული და ტურისტული, არამედ ნამდვილად ისეთი შერჩეული ადგილებით, რომელიც სრულად მოგცემს იაპონიის, რაც შეიძლება ამ 14 დღეში. ასე რომ კიდევ გამოგყევით, მოკლედ ჩვენს ექსპედიციებში გამოიწერეთ ჩვენი გვერდი და ჩვენთან ერთად გაიარეთ სოფლიოს განსაკუთრებული ადგილები. აქვე დავაანონსოთ, რომ იაპონიაში ამ კონკრეტულ ექსპედიციასთან ერთად ვამატებთ მოტოტურებს, ანუ მოტოთი შემოვლა იაპონიის და ასევე ზამთრის სათხილამურო ტურებს, ასე რომ დარჩით ხაზზე, გამოგყევით, გვიყურეთ და ისიამოვნეთ. დროებით.